დილამშვიდობის ახეთ რა მშვენიერი დილა არის, სიმწვანე არის, საოცარი. მოკლედ ერთ საჭიროებო საკითხს მინდა შევეხო, რასაც ქვია ადამიანებთან დისტანცირება. არის ხოლმე ცხოვრებაში, რომ ადამიანისგან შორს იჭერ თავს და ხშირად სამწუხაროდ ასეთ ახსნას უძებნია, რომ ეს ადამიანი გეჯავრება. და მე მინდა რომ ავხსნა რაღაცნაირად, შემებურად ავხსნა ეს საკითხი. თუნდაც საკვების მაგალითზე. შეიძლება ხო ვიცით ადამიანებს ზოგს უყვარს, რაღაცა უყვარს, ნამცხვარი უყვარს, მარწყვი უყვარს, ხორცი უყვარს სიტყვაზე. ძალიან უყვარს, მაგრამ ამ დროს აქვს ალერგია რაღაცა წყენს. ყოველ ჭამაზე მოკლედ წყენს. ერთხელ შეჭამა აწყინა, ორჯერ შეჭამა აწყინა. სამჯერ, ბოლოს ძალიან მაგრად აწყინა საჭმელმა და აღარ ჭამს რა. დისტანცირდება, აღარ უშვებს, ამ საკვებს აღარ უშვებს თავის თავში. ისევ როგორც ვთქვათ, ურთიერთობაში ადამიანს აღარ უშვებს შენთან ახლოს რა, რომ აღარ გაწყინოს ისევ. შეიძლება გიყვარს ადამიანი. მე ესეთ სუფთა ადამიანური მეებზე ვიძახი ხა აქ რაღაცა მოპირდაპირ სქესთან დაკავშირებით არ ვიძახი. ოჯახის წევრი იქნება, მეგობარი და ასე შემდეგ. ბიძაშვილი, ძმა და არ აქვს მნიშვნელობა რა. ახლობელ ადამიანებზე მაქვს საუბარი. იმდენჯერ გაწყინა უკვე რომ ხვდები რომ უკვე შენი ჯანმრთელობისთვის, ასე ვთქვათ, საზიანო არის და აღარ იღებ ამ საკვებს. ამ ადამიანს აღარ იღებ. შეიძლება ძალიან გიყვარს, ის თქვათ სიტყვაზე არ ვიცი, შოკოლადის ტორტი ძალიან მაგრად გიყვარს რა, მაგრამ იცი რომ გაწყენს და თავს იკავებ თორე. კი არ გეჯავრება. საჭმელთან რატო გავავლე პარალელი, იმიტომ რომ ზოგადად უფრო კუჭით ფიქრობთ ადამიანები. ჯერ კიდევ როდის იზახდა ვაჟა-ფშაველა, ხო? მადლობას გეტყვისთვისაც კი გული არა აქვს კუჭა და ვისაც თვალები ხედვა დაქვს და არა დასახუჭადაო. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების უმრავლესობას საჭმელთან დაკავშირებული ნიუანსები უფრო ახლოს მიაქვს გულთან და უფრო რაღაცა მშობლიურია. აქედან გამომდინარე, გავაკეთე საჭმელზე აქცენტი. მეც ალბათ დიდი სულიერებით არც მე გამოვირჩევ, მეც საკმაოდ შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც საჭმელი რაღაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შენს ცხოვრებაში. ეს მინდოდა მე თქვა მოკლედ. არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი, იმიტომ რომ ხშირად არის მეც მაქვს ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მეც მაქვს რაღაცა როგორც ყველა ადამიანს ალბათ რაღაცა დისტანცია ახლობელ ადამიანებთან და ხშირად გამიგია რომ ესეთი ტიპია და როგორ ეჯავრება და ვერ იტანს და უგულო და ასე შემდეგ. არა, მაგაზე არ არის საქმე რა, მოკლედ რაც უკვე კარგად ახსენე და ჩამოვაყალიბე, ზუსტად იმაში მდგომარეობს საქმე, რომ ბევრჯერ თქვა სინჯე, ბევრჯერ ასე ვთქვათ არ გამოვიდა და მოახდინე დისტანცირება. მეტი არაფერი. სულ ეს არის. დაგემშვიდობები, საოცარი დილა არის. სიცხეა გამოცხადებული 30 გრადუსი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან სასიამოვნო სიგრილი არის და მოკლედ ტკბები ყოველი ზაფხულის ესეთი გრილი დღის დასაწყისით.